So I think for Georgia really to be able to be იმისათვის რომ საქართველოს შეძლოს ნატოში გაწევრიანება მოსკოვში უნდა მოხდეს რაღაც. გასაღები მოსკოვშია, რაც საქართველოს და უკრაინამ ახლა უნდა გააკეთონ არის ის რომ რაც შეიძლება მიუახლოვდნენ ნატოს კედელს და დაელოდონ თუ ზემოდან როდის ჩამოეშვება კიბე ან ბაგირი. ეს კი მაშინ მოხდება, როდესაც მოსკოვში იქნება ლიბერალი, რეფორმისტი პრეზიდენტი, როგორიც იყო ელცინი, ან როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო ბორის ნემცოვი, მაგრამ ვიდრე მოსკოვში არ მოხდება ცვლილება, არ მგონია რომ რაიმე შეიცვალოს საქართველოს ნატოსთან ურთიერთობის მხრივ. I don't think there's going to be any change when it comes to Georgia's relationship with NATO. ნატოს გაფართოების ბოლო ეტაპს თუ გავიხსენებთ, არ ყოფილა შემთხვევა, რომ მოსკოვი არ ყოფილიყო ამის წინააღმდეგი. არის და იქნება მომავალშიც, მაგრამ მიუხედავად ამისა, პროცესი გრძელდება და დღეისათვის ნატოში უკვე 30 წევრი ქვეყანაა. NATO has now the 30 members. Well, the issue is simply that the countries იცით საქმე ისაა, რომ ქვეყნები, რომლებიც დაუშვათ ბოლო 10 წლის განმავლობაში გაწევრიანდნენ ნატოში და ის, რომელიც სავარაუდოდ მომავალ წელს გაწევრიანდება, დასავლეთ ბალკანეთში მდებარეობენ და გარშემორტყმული არიან ნატოს წევრი ქვეყნებით. ცხადია, რომ ამ ქვეყნებს არ აქვთ რუსეთთან ისეთი კონფლიქტი, როგორიც აქვს საქართველოს. რა თქმა უნდა, რუსეთს სულაც არ გახარებია მონტენეგროს გაწევრიანება ალიანსში და არც ახლა უხარია ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანება, მაგრამ ამ შემთხვევაში მოსკოვს ძალიან მცირე გავლენის შესაძლებლობა ჰქონდა. ამას ვერ ვიტყვით საქართველოზე, სადაც მოსკოვს ტერიტორიის 25% აქვს ოკუპირებული. ეს სულ სხვა სახის პრობლემაა. ამიტომ რასაც ნატო ამჟამად აკეთებს, არის ის, რომ თავის რიგებში იღებს ქვეყნებს, რომლებიც უფრო ნაკლებად არიან საამისოდ მზად, ვიდრე საქართველო, რაც ყველამ იცის, თუმცა ღიად არ ლაპარაკობს ამაზე. მაგრამ ნატოს შეუძლია ამის გაკეთება, რადგან არ ხვდება პოლიტიკური წინააღმდეგობა რომელიმე მესამე ქვეყნიდან. ეს კი ასე არ არის უკრაინისა და რა თქმა უნდა ასე არ არის საქართველოს შემთხვევაში. დასკვნა ძალიან მარტივია. That's not the case with Ukraine and it's certainly not the case with Georgia. That's the simple bottom line. There are a group of countries inside the NATO, so-called Georgia's partner countries. არსებობს საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფი ნატოში. პოლონეთი, შეერთებული შტატები, ბალტიისპირეთისა და ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნები მტკიცედ უჭერენ მხარს ნატოში საქართველოს გაწევრიანებას. მაგრამ რომელია ნატოს სახელმწიფოები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებას? Union are against Georgia and Ukraine in NATO. The two main ones that everyone knows about is France and Germany. თავარია ორი ქვეყანა, გერმანია და საფრანგეთი, რაც ყველამ იცის. და ისინი დანარჩენებისგან განსხვავდებიან იმით, რომ არიან ნატოს წევრი უდიდესი ევროპული ქვეყნები, ბრიტანეთთან ერთად. და ისინი ეწინააღმდეგებიან გაფართოებას აღმოსავლეთით. დასავლეთ ბალკანეთში არა, აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოებას, რაც ეხება ნატოსაც და ევროკავშირსაც. საფრანგეთის შემთხვევაში ისეა, რომ პარიზი ეწინააღმდეგება ევროკავშირის გაფართოებას დასავლეთ ბალკანეთის მიმართულებითაც. ისინი უბრალოდ ფიქრობენ, რომ ამ ქვეყნების მიღება სტაბილიზაციის მაგივრად გამოიწვევს რუსეთის გაღიზიანებას, რაც საბოლოო ჯამში ცუდია მთლიანად დასავლეთისათვის. იქნება ეს ევროკავშირი თუ ნატო. Is there in NATO some kind of plan B? ხომ არ არსებობს ნატოში რაიმე სათადარიგო გეგმა საქართველოსა და უკრაინისათვის, რათა ქვეყნებმა, რომლებმაც ამდენი მსხვერპლი გაიღეს ევროატლანტიკური მომავლისათვის, ხელი არ ჩაიქნიონ და იმედი არ გაუცრუვდეთ, ვიდრე რაიმე შეიცვლებოდეს მოსკოვში, პარიზსა თუ ბერლინში. In Paris, in Moscow or in Berlin. Not really. არა, რეალურად არანაირი სათადარიგო გეგმა არ შეუმუშავებიათ და შეუთანხმებიათ. ყველა მარტივად თანხმდება იმაზე, რომ საჭიროა აქტიურობა საქართველოს საკითხში. 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დაპირების ძალაში დატოვება, კიდევ მეტი თანამშრომლობა, მეტი ერთობლივი წვრთნა, მაგრამ სულ ეს არის და ასე დარჩება თვალსაწიერ მომავალში. არა მგონია, რომ დღის წესრიგში იდგეს გაწევრიანების სამოქმედო პროგრამა და მით უმეტეს ნატოს წევრობა. წვრთნები, ვარჯიში, ფული, ექსპერტების ცოდნის გაზიარება კი, წევრობა არა. ეს არის ერთადერთი გეგმა, სათადარიგო გეგმა არ არსებობს. And there is no plan B.